დღეს კიდევ ერთხელ ვეუბნებით ხუდოხეს სარას. სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობა არის წინააღმდეგი აღნიშნული პროექტისა, რაც დღევანდელ შეკრებაზე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ დადასტურდება. იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის ძვირფასი არა მხოლოდ საკუთარი კუთხის შენარჩუნება, არამედ მისი გადარჩენა საქართველოსთვის. სვანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე, რომლის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ფასეულობა, ასე რომ ვთქვათ, ღირებულება არის არა მხოლოდ ეროვნული მასშტაბის, არამედ სოფლის მიერაც კი არის აღიარებული იგივე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ზოგად საქართველოს ღირებულების მქონე ობიექტების ნუსხაში ყოფნა როგორც ზემო სვანეთის ძეგლების თუ თუნდაც ბუნებრივი მემკვიდრეობის არსებობა WWF-სა და სხვა ორგანიზაციების შესაბამის რეიტინგებში. თუმცა უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი სულის, ჩვენი ცნობიერების ნაწილი, რომელიც არ შეიძლება დაკარგული იქნეს, დატყორილი იქნეს და გაყიდული იქნეს ფულზე. რეალურად ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა 92% ენერგიისა გამომუშავებული და გაიტანონ თურქეთში. ამის ასოს რამოდენიმე მილიონი და 8% ენერგიისა დარჩეს საქართველოში და ამ ყოველივეს გამო საკუთარი წინაპრების საფლავების, სოფლების, მოქმედი ეკლესიების ტაძრების, მათ შორის აი ამ ტაძრის, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ, სოფლის მშობლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ტყის ეკოსისტემების გაანადგურება არის უბრალოდ დაუშვებელი, მიუღებელი, უფრო მეტიც ვიტყოდი, ღალატის ტოლფასის აქციელი, რომელსაც მე ვფიქრობ, არც სვანეთის, არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ დაუშვებს. ჩვენ გრიფის ხარდამჭერთა ჯგუფი, როგორც წლების განმავლობაში, ისე ვაპირებთ ეხაც ვიბრძოლოთ, რათა ხოლმე გვარები არ იცვლებოდეს ქვეყანაში, არამედ იცვლებოდეს მიდგომა და ამ მიდგომის შედეგი იყოს ზრუნვა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, სამშობლოზე, მოქალაქეებზე და არა საკუთარ ჯიბეზე და იმ ტექნოკრატიულ მიდგომებზე, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვითხოვთ იქნეს შესრულებული წინასაარჩევნო დაპირება, როგორც ავტორს ამ პროგრამის გარემოზე წაწილისა კარგად მახსოვს ეს დაპირება, მასში ეწერა და ჩვენ მის შესრულებას მოვითხოვთ, რომ საქართველოში ატომური სადგურები და დიდი კაშხლები აიგზალებოდა. ეს დაპირება უნდა შესრულდეს, რადგანაც ამას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს ყოფნა არ ყოფნის თვალსაზრისითაც კი. სვანეთის ეთნიკა, სვანი რომ მოისპობა საქართველოში, ეს არის კოდი საქართველოს წმინდა ქართველობის. მარჩვენეთ რომელი კუთხე გინდათ, სადაც სვანეთის კოდი არ არსებობდა სუფთა და სუფთა. შემონახული, აბა ნახეთ ახლა ნახენეთ ხაიში სოფლეთ, თუდას ბესტიის, რომელიც კიდათ, სადაც კიდათ, შემოგარენს, უბნებს, ნახენეთ რა დღეში არიან, დიდი და პატარა, ყველა ტირის დღეშია. არ უნდა ხაიში სასაფლაოები რომ მოინგრევა, თავობა ამბობს, კი ბატონო, გადაგასახლოთ, მაგრამ გადავიტანთ სასაფლაოებს. რომელ სასაფლაოს წაიღებ სვანთან ერთად? ერთის მითხარი. წაიღებ, წავა ასვანი, ჩვენ მაინც ყველანი სასაფლაოები გვაქვს, ჩვენ საერთო სასაფლაოებს მეტად გავუვივართ და ეზოში ვარხავთ ხოლმე ჩვენ გადავცილებს. იმას მიადო ეზო მოინგრევა, სახლის მოინგრევა, ხეობას მოინგრევა.
დავით აღმაშენებლის და თამარის დროინდელი ოსვანებო იმ დღიდან მოყოლებული ხაიში ხვდებოდა აქ წამსვლას და წამოსვლას უყურას და ღირსებას ასწავლიდა. აქედან მოდის სვანეთი. ეს თუ მოიშალა ისედაც ტბაში გვიდგას ფეხები ხალხო. ეს თუ მოიშალა რა მიეცა რა დარჩება სვანეთში. რა დაგვრჩება? შენი ლილეო წავა იმასთან ერთად. შენი სვანეთის ზარი წავა სოფლიოში დევგბირული ზარი ერთადერთი ცნობილ რო შემოგჩა. ის არის წავა, ყველაფერი წავა ჩვენი ეთნიკა. ეთნიკური კუთვნილება მოისპობა. რა დაგვრჩება? გაჩახშახებული კლდეები გუშენის მერე. გემთა ხომ ყველა მიცით რასაც ნიშნავს. კვარი რო ქონდა, იმ კვარი რო ანთებდი და იმას გაუძლო სვანეთმა და ამა დენის გარეშეც რო წავიდეს ხანეში ხაიშად დარჩეს და აღარ მიდაის დენი. არსებობს სოფლოში ერთი წესრიგი მაღალმთიან რაიონებში ეს ბატონმა მირონმა კარგად იცის და თამათლის მაიცის თუ გამოიყენა სვანი ხალხისათვის. იმ რაიონს სოფლიოში ფხათა დადგენილებაა. იმ რაიონს რომლიდანაც მოდის მდინარე და რომელიც აძლევს რესპუბლიკა იქნება თუ რომელიმე სხვა დაწესებულება და სხვა ორგანო რომელიც აძლევს დენს იმას დენის გადასახადი არ უნდა გადაახდევინო. შვეიცარია მიხვდა მაგას, შვეიცარიაში წამწადით ბატონებო და ნახეთ თუ ეს არ იცით, მაშინ რა გიდათ ან ხაიშთან, ან მესტიასთან, ასეთში მესტიას. ხო სვანეთისთვის და თლად საქართველოს ჭირისუფალ ქალბატონს ნაირა ჯაჭულიანს. მადლობა. ხოჩალა დარჩის ღმერთმა დაგვაწოს ყველას. სტუმრებს გამარჯობა. სვანეთში მოსულმა უნდა იცოდეს, რომ ხოჩალადა ნიშნავს კარგი დღე. მართლაც კარგი დღე გაგვითენდა დღეს. ძალიან მინდა ამ დაღლილ ხალხს, ემოციებით დაღლილ ხალხს ძალიან შვიდად მივმართო. რამა გაღელვა დინჯოს სვანებო. როდის მიატოვა ღმერთმა სვანეთი, რომ ეხლა მიატოვოს. იყო ასეთი ამბები ისტორიაში, როდესაც შემოვიდა თურქეთის თუ თათრების ლაშქარი, კაიშის მთავარანგელოზზე ნაძვის წიწვები ისრებად გადაიქცა და ლაშქარი ამოწყვიტა. უშვის ძირას, როცა შემოვიდა ლაშქარი, წმინდა გიორგი გამოცხადდა და ლაშქარი ამოწყვიტა. ანუ სვანეთი ის კუთხეა და ისეთი საგანძურის ფლობელია, სადაც კაცი თუ უძლური შეიქმნა, თვითონ წმინდა გიორგი და მთავარანგელოზი იბრძვიან, ასე რომ აღელვების საფუძველი არ აგვაქვს. პირიქით, ჩვენ გვაქვს გაფრთხილების, ერთმანეთისა და ხალხის გაფრთხილების ვალდებულება, რომ გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც უფიქრია, რომ სვანეთში რაიმე არამართებული გაკეთდება, იმ ჯაჭვით დაბმული ხატებისა და იმ კახანის ჯვრისა და გერფირცხელიანისა და მისნაირების შენარჩუნებული საგანძურის წინაშე არავინ არ დაიჩოქოს ისე, რომ თავის დახრა გაუჭირდეს თორემ. მაშინ ჩვენ კი არ ვიქნებით საჭირო, თვითონ ღმერთი მიხედავს ამას და ამიტომ მე მინდა სვანმახშებთან ერთად და სვანეთის მოსახლეობასთან ერთად უღრმესი მადლობა ვთქვა ამ ტრიბუნიდან მეუფე იობის მიმართ, რომელმაც ბერების ლაშქარი შემოგვიგზავნა სვანეთში და ჩვენს მოძღვრებთან ერთად რუისურგმისის ეპარქია ჩვენს გვერდით არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია რუისურგმისელი ეპისკოპოსი ლოცულობს აქა, ლოცულობენ ბერები და არა მხოლოდ სვანი მახშები, ჩვენი ერთობლივი ლოცვით აღესრულება სწორედ ის კარგი საქმეები, რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ. საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება თამარისა და დავით აღმაშენებლის პერიოდი და ვინც ისტორია იცის, ყველამ კარგად გაიხსენოს. რატომ ქვია ჯორკვალი ჯორკვალს, რატომ ქვია ჩუმათის სოფელ ეცერში. როდესაც წმინდა მეფე თამარმა იგრძნო, რა დიდი ძალაა სვანეთში დავანებული, განიმოსა და უბრალო სამოსელით ჩუმად შემოვიდა სვანეთში. ეს იყო უდიდესი თავის დახრა სვანეთში არსებული საგანძურის წინაშე. აი ამიტომ თამარ მეფეზე დიდს არავის არ ხედავთ და ღვთისმშობელი და უფალი გვიფრთხილდება ჩვენ და ეს გაფრთხილება ნიშნავს არა ბრძანებას, არამედ იმას ნიშნავს, რომ გვიფრთხილდება ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ვინც სვანეთის სიწმინდეებს ხელყოფს. აი ეს არის ჩვენი სიტყვა. ჩვენ რას ვფიქრობ და მთელი სვანეთი
ანუ ზემო და ქვემო ხევი, ზემო სვანეთი, მთლიანად და ქვემო სვანეთი. ქვემო სვანეთთანაც არიან წარმომადგენლები. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია. და ანუ წინასაარჩევნო დაპირებაც ეს იყო ზუსტად, რომ დიდი ფესები არ აშენდება. იქნება მცირე და საშუალო. აქედან გამომდინარე, ჯერ ეს დაპირება არ იყო. შემდგომ ჩვენ კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ რა შეიძლება მოიტანოს ამ ხუდონმა. ამიტომ მთელი ხევი დადგა იქ, სადაც უნდა დადგეს. ანუ ჩვენ დავდიქით ჩვენ კარიბჭესთან. ხაიში არის კარიბჭე, მთელი სვანეთის. ამ კარიბჭესთან შევიკრიბეთ და ფიცი დავდეთ ერთგულების, რომ წინაპართა საფლავებს ხელს ვერავინ ვერ ახლებს და მე-12 საუკუნის ტაძარს ხელს ვერავინ ვერ ახლებს. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, აი ეს ფიცი იყო. ერთადერთი შანსი აქვს აშენების იმ შემთხვევაში, რომ ყველა ვინც ფიცია დაფიცებული ყველას, ანუ სიცოცხლის ხელყოფა მოხდეს ჩვენი, ჩაგვიტნიონ იმ ეს შემდეგ ააშენონ, მაგრამ საკითხავია თუ კი მაგის შემდეგაც ანახორციელებენ ამ პროექტს. ირაკლი იოსელიანი. მე როგორც სტუდენტი და როგორც რიგითი მოქალაქე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ აქ აშენდეს რაიმე ჰესი. იქიდან გამომდინარე უკვე არის აშენებული. იქიდან გამომდინარე, ჩვენ რაც ინფორმაციაც გვაგვაჩნია ისევ სახელმწიფო სტრუქტურებიდან არანაირი ახალი ელექტროენერგია ჩვენ აქ გვჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ რა ინფორმაციაც გაგვაჩნია გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიდან. ეს არის დამანგრეველი პროექტი. 111 შენიშვნა მიიღო გარემოს დაცვის სამინისტროდან ამ პროექტმა, რაც არის აბსოლუტურად გაცამტვერება ამ პროექტის და ეს პროექტი თუ განხორციელდება, სვანეთ არ დავკარგავთ ჩვენ მარტო სვანეთს, ჩვენ აღმოჩნდებით გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და დავკარგავთ ეთნოგრაფიულ მხარეს, როგორიც არის სვანეთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სტუდენტობა ვეწინააღმდეგებით ამ პროექტს და 9-ში უერთდებით ასევე სამოქალაქო საზოგადოებას პარლამენტის წინ. ჩვენ თვითოული ჩვენთაგანის პროტესტი არის მოდის მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ არ ვთმობთ სალოცავს, არ ვთმობთ წინაპართა საძვალეს, არ ვთმობთ სვანეთის ციტადელს, სოფელ ხაიშს და ის სულიერი ღირებულებები და ფასეულობები, რაც კვარის და სამთვის შუქზე იქმნებოდა. სვანეთი ცნობილი არის მსოფლიო მნიშვნელობის ჭედურობით, მხატვრობით, არქიტექტურით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის დამცრობის ხარჯზე არ გვემეტება ჩვენ ის, რაც დაუშვათ სასიკეთო უნდა მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკას ამ ხესის აშენებამ. და პროტესტი მიიღებს ძალიან უკიდურეს ფორმას, იმიტომ რომ მე აქ გამოსვლაშიც ვახსენე, რომ სვანი კაცის ფიცი ტაძრად მისვლა და ფიცი. ეგ ცოტა სხვა რანგში უნდა განიხილოს თვითონმა ჩვენთაგანმა და რატომ? ეს არის უკიდურესი შემთხვევა, როცა მიდიხარ და უფალს აწუხებ. გადასადგმელი ნაბიჯი და როცა ასე ხდება, იქ უკვე უკან დახევაზე ლაპარაკი ზედმეტია. აქ დამთავრდა აი დღეს დაესვა საბოლოო წერტილი იმას, რომ გაგრძელდეს საერთოდ აი ამ თემაზე საუბარი, რომ ეს უნდა აშენდეს, ეს არ უნდა აშენდეს. დღევანდელი შეკრება, დღევანდელი თავყრილობა არის ნათელი მაგალითი კიდევ ერთი იმისა დადასტურება, რომ ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ვერ გაამართლებს იმ მორალურ თუ მატერიალურ ზარალს, რაც მიადგება როგორც ამ სოფელს, ისე მთელ ქვეყანას ამ პროექტის განხორციელებით. მით უმეტეს, რომ ეს პროექტი არის გათვლილი ელექტროენერგიის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, მათი ელექტრომოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ძირითადად. საქართველოში აქ წარმოებული ელექტროენერგიის მხოლოდ 10% შეიძლება დარჩეს, რაც სრულიად გაუმართლებელია. გაუმართლებულია ეს პროექტი ასევე ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც, რომლის შედეგები ვერაფრით ვერ აანაზღაურებს ზარალს. აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე
წელიწადში, რაც აბსოლუტურად სხვა გზით უფრო ეფექტური იქნება რომ მიიღწეს და არა აი ამ დიდი ხარჯების ხარჯზე, აი ამ დატბორვილი ტერიტორიების ხარჯზე, რომელიც სამუდამოდ უნდა დაიკარგოს საქართველოს მიწის ფონდიდან. ამიტომ მტკიცედ ვწამს, ვჯერა და ვასაბუთებთ, რომ ხუდნოხესი არ უნდა აშენდეს.